მოგესალმებით, მე ვარ ლევან დოლიაშვილი და ჩვენ დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება მუშაობა რიცხვებთან, მათემატიკური ოპერაციები. JavaScript-ში როგორც მთელი, ასევე 10-წილადი რიცხვები ეკუთვნიან number types და ინახებიან EII-754 ის 64-იან ასე ვთქვათ ბიტიან ფორმატში. EII იშიფრება როგორც Institute of Electrical and Electronics Engineers. ანუ ელექტრონიკისა და ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტი. ხოლო ასე ვთქვათ IAAA 754 არის ამ ინსტიტუტში მიღებული ცოცხალძიმიანი არითმეტიკის სტანდარტი. ასე ვთქვათ ესე ეხლა რაც შეეხება ნულზე გაყოფა. ანუ infinity. დავსვათ კითხვა. რა შეიძლება მოხდეს ნულზე გაყოფისას? როგორც წესი, შეცდომა პროგრამაში, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს ასეა პროგრამირების ენების უმრავლესობაში, მაგრამ არა JavaScript-ში. როგორც ცნობილია, რაც უფრო ნაკლებია გამყოფის მნიშვნელობა, მით უფრო დიდია განაყოფი. ძალიან მცირე რიცხვზე გაყოფისას შედეგი იქნება ძალიან დიდი. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, JavaScript-ში 0-ზე გაყოფისას მიიღება უსასრულობა, ანუ plus infinity. Infinity არის განსაკუთრებული რიცხვითი მნიშვნელობა, რომელიც თავის თავში გულისხმობს უსასრულობას. Infinity არის ყველაზე ასე ვთქვათ დიდი რიცხვი, ანუ ყველა რიცხვზე მეტი უსასრულობაზე დამატება არ ცვლის მას. მაგალითად, მოდი ნახოთ ეს ორი მაგალითი, infinity მეტია რაღაც დიდ რიცხვზე და infinity plus 5 უდრის infinity-ს, ხო? აქედან გამომდინარე არ შეიცვალა, ანუ 5 დავუმატე უსასრულობას, მაგრამ მაინც უდრის, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, infinity ყოველთვის მეტი იქნება ნებისმიერ სხვა რიცხვზე. გავუშვათ, მოდი და ვნახოთ, დავუწყუნდეთ თამაში. index.html-ი ამოვაგდოთ, რომ ესე იგი სწორია, მოდი ეს პარაგრაფი გახსნილი გქონდეს. ოკეი. დავაკომენტაროთ და ნახოთ ახლა სხვა. ნახოთ ახლა nani მაგალითად ეს იყო infinity, ხო? დავაწეროთ infinity. ახლა ნახოთ nani. რა არის nani? ესე. თუ ვერ ხერხდება, ასე ვთქვათ, მათემატიკური ოპერაციის შესრულება, მაშინ მიიღება მნიშვნელობა nani. ეს nani იშიფრება როგორც not a number. ეს მნიშვნელობა გამოიყენება მათემატიკური შეცდომების მოსანიშნად და ახასიათებს შემდეგი ასე ვთქვათ, თავისებურებები. მოდი განვიხილოთ ახლა ეს მაგალითი. არ უდრის არაფერს თავის ჩათვლით. კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი. აი ეს კოდი არაფერს გამოიტანს. ანუ nani უდრის nans, ხო? თუ nani უდრის nans, გამოიტანოს alert-ი. თუ nani ასევე უდრის, ანუ 3 უდრის ნიშნავს, თუ ერთმანეთს უდრის და მესამე უდრის უკვე ტიპებსაც ატარებს. მოდი გავუშვათ და ვნახოთ როგორ მუშაობს და როგორც ხედავთ მართლაც არაფერი გამოაქვს. ანუ nani ასე ვთქვათ არ უდრის არაფერს, თავის თავსაც კი არ უდრის. ეს არის nani. და nani მაშინ გვიბრუნდება, როდესაც ასე ვთქვათ number-ი, ანუ not a number-ი. ამ errors შეგვიძლია მივაწევოთ, ასე ვთქვათ.
ანუ მნიშვნელობა nan შეიძლება შემოწმდეს სპეციალური ფუნქციით. is nan არის ესეთი ფუნქცია, რომელიც შეეცდება არგუმენტი გარდაქმნას რიცხვად და აბრუნებს truth. თუ ეს არ გამოვიდა, ყველა სხვა შემთხვევაში დააბრუნებს false. მოდი ვნახოთ ესეც. ეს არის is nan ფუნქცია. დავასეივოთ, გავუშვათ, ანუ გამოვიძახეთ is nan, ხო? და გადავეცით n. ანუ 0 რაღაც გავყავით 0-ზე სიტყვაზე და მივიღეთ ეს n, ხო, რიცხვი. და შემდგომ გადავეცით ეს რიცხვია თუ არა და ამ ფუნქციაში ვამოწმებთ. ეს დაგვიბრუნებს truth, რადგან ეს მართლაც რიცხვია, ხოლო ეს string-ის სახით არის ჩაწერილი, აქედან გამომდინარე ის დაგვიბრუნებს false. სტრიქონი 12, გარდაიქმნა ჩვეულებრივ რიცხვად 12. დავასეივოთ, გავუშვათ. დააბრუნა პირველ შემთხვევაში true, მეორე შემთხვევაში false. კი ბატონო. ნუ კიდე რა შეიძლება შეხვდეს მაგალითად nan-თან ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას ბოლოს აუცილებლად მაინც ბრუნდება nan. მაგალითად nan-ს დავუმატოთ 1 მოდი. აი ამ შემთხვევაში დაბრუნდება მაინც nan. ანუ ეს შედეგი უდრის nan-ს. დაბრუნდა nan. ეხლა მოდი ვნახოთ is finity. ანუ როგორც ნახეთ JavaScript-ში გარდა ჩვეულებრივი რიცხვებისა არის სპეციალური მნიშვნელობები. Nani, plus infinity, minus infinity. იმისათვის რათა ეს ჩვეულებრივი რიცხვები განვასხვაოთ ამ სპეციალური მნიშვნელობებისგან, გამოიყენება ფუნქცია is finity, ასე ვთქვათ. ეს ფუნქცია, მოდი ეს დავაკომენტაროთ. ეს გამოიყურება. ფუნქცია is finity გარდაქმნის არგუმენტს რიცხვად და აბრუნებს truth. თუ შედეგი არ არის nani, infinity, ან minus infinity, მათგან ერთ-ერთი. ანუ მოდი დავწეროთ ახლა აი მაგალითები და უფრო უკეთესად მივხვდებით. მაგალითად is finity გადავეცით ერთი რიცხვი, ხო? დააბრუნებს truth, რადგან მართლაც ეს რიცხვია. ნუ infinity რიცხვი არ არის, უსასრულობაა, ხო? ნუ nani-ც noti number-ია და ეს string-იც ხო არ არის რიცხვი და არ არის. მოდი თუ გნებავთ, ამას კიდე გავამეორებ და აქ ეს რიცხვსაც გადავცე. ესე და აბა დაფიქრდით აქ რას გამოიტანს თქვენი აზრით. ჯერ ესენი შევამოწმოთ, მოდი ახლა. ანუ რიცხვი კი ბატონო true-ა. შემდგომ მოდის infinity. Infinity false-ია. ეხლა მოდის nani. is finity, ანუ სასრული არც nani არ არის, ხო? აქედან გამომდინარე ესეც false-ია. is finity კიდე ეს string-იც რა თქმა უნდა false-ია და რავი აბა ბოლო იყო უკვე გამომეპარა ასე ვთქვათ, ანუ ესენი კი ბატონო false-ები იყო, ეს კი იყო true, რადგან ეს გადაიყვანა რიცხვში. მაგრამ აბა მოდი ვნახოთ აქ რომ ასე გვწოროდა და შემდგომ რიცხვი რა მოხდებოდა. მოდი ეს კიდე დავაკომენტაროთ, ესენი გავიგეთ. ამ შემთხვევაში false-ია, მაგრამ თუ string-ში არსებობს მხოლოდ რიცხვები, როგორც ხედავთ, JavaScript შეუძლია ის string-ის რიცხვებად აღიქვას. დავაკომენტაროთ. ნუ ეხლა შეეხება რიცხვად გარდაქმნა. მათემატიკური ფუნქციებისა და არითმეტიკული ოპერაციების უმრავლესობა ამა თუ იმ ტიპის მონაცემებს ავტომატურად გარდაქმნის რიცხვად.
ნუ რაც მე ვილაპარაკე, აი მაგალითად ეს ხდება JavaScript-ში ასე. აქ მართალია string-ი შევინახე, მაგრამ პლუსს დავუწერთ, ეს გამოვა როგორც რიცხვი. დავწმუნდეთ მოდი ამაში. ნუ გამოვიდა როგორც რიცხვი. ამასთანავე თუ სტრიქონი არ გარდაიქმნება რიცხვად, შედეგი იქნება ნანი. ანუ დაგვიბრუნებს not and numbers. მოდი ახლა ნახოთ, დავწმუნდეთ. მართლაც დააბრუნა ნანი, რადგან კი ბატონო რიცხვია, მაგრამ ტექსტი ცურევია და ეს უკვე ვეღარ გარდაქმნა. ერთადერთი გამონაკლისი არის სტრიქონში შემავალი ცარიელი სიმბოლოები, რომელთა იგნორირებაც ხდება რიცხვიდი ფორმატში გადაყვანისას. მოდი ნახოთ ესენიც. ნუ შედეგები გვექნება ისაც ჩამოწერილი მაქვს. ამ შემთხვევაში თუ გნებავთ გავუშვათ ესეც, ნახოთ. მართლაც ესეა. ნუ პირველი შემთხვევა ეს დარტამისებია. დავასეივებ. პირველ შემთხვევაში არის -12, მეორე შემთხვევაში არის 34, მესამე შემთხვევაში 0, მეოთხე შემთხვევაში კი ნანი. ანუ სწორედ ვსჯელოთ, კი ბატონო. მოდი ახლა ვნახოთ კიდევ parse int ფუნქცია და parse float ფუნქცია. HTML CSS-ის სამყაროში მონაცემები ყოველთვის არ არის მკაფიოდ და აშკარად რიცხვითი ტიპის. მაგალითად 12 პიქსელი, ხო? ამ მნიშვნელობისთვის პლუს ოპერატორი, როგორც ზემოთ ვნახეთ, დააბრუნებს nans. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ფუნქციები parse int და parse float. parse int ტექსტის გარდაქმნა მთელ რიცხვებში, ასე ვთქვათ, parse float ტექსტის გარდაქმნა ცოტა მძიმიან რიცხვად. ნუ მაგალითად CSS-დან ამოვიღეთ რაღაცა ელემენტი, ხო? ეს JavaScript-ი ხო მაგისთვის არის უმეტესწილად, რომ დომის მანიპულაციები მოვახდინოთ, ხო? ამოვიღეთ 12 პიქსელი. ამ შედეგი კი იქნებოდა 12. ანუ ხელს არ შეგვიშლიდა. ნუ ეს რაში გამოგვადგებოდა, ხო? შემდგომ დავუმატებდით ამ რიცხვს რაღაც არის, ისე პიქსელში გადავიყვანდით და უკან ავტვირთავდით. კი ბატონო. ნუ უბრალოდ ვთქვათ, ფუნქცია parse int და მისი ანალოგი parse float სტრიქონს გარდაქმნიან რიცხვად. ნაბიჯ-ნაბიჯ, ცალკე. სიმბოლოების მიხედვით მანამ არ დაფიქსირდება შეცდომა. მოდი ვნახოთ კიდე სხვა მაგალითებიც, უფრო უკეთესად რომ გავიგოთ პრინციპში. მოდი ამას ესე ჩავშლი. გადავინახოთ. ანუ ამ შემთხვევაში 12 შეცდომა სიმბოლო P. შედეგი იქნებოდა, ხედავთ, მოდი ეს არ გვინდა, კომენტარები ესე ცალკე დავწეროთ, აი ესე და აი ესე. მოდი გავუშვათ და ვნახოთ. პირველ შემთხვევაში 12 გამოვიდა. მეორე შემთხვევაში 12.3. ნუ ესეთი რიცხვი არ არსებობს და მაგითო, ხო? ანუ საცა შეცდომას იპოვის, ანუ უკვე პერო დაინახა, იმას უკვე აღარ აგრძელებს და რაც ამოიღო, იმას მიბრუნებს. აქაც უკვე ბატონო მივიდა და აქ უკვე წერტილი უდახდა, ვეღარ გაიგო და დამიბრუნა ეს. აი ასე მუშაობს ეს ჩვენი parse int და parse float. ნუ რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ეს
ფუნქციებიც აბრუნებენ მნიშვნელოვან ნანს. მათემატიკური ოპერაციებიც მოდი ვნახოთ ახლა. არსებობს ესეთი mez ფუნქცია, უბრალოდ კლასი, რომელსაც აქვს ეს ძალიან საჭირო ფუნქციები, როდესაც ვყენებთ მათემატიკურ ოპერაციებს. მოდი ჩამოვწერე ახლა და განვიხილოთ. კი ბატონო, ჩამოვწერე. mez ABC-დან თუ გამოვიძახეთ, მოდი თან გავუშვათ და ესე მივყვეთ. პირველი ეს console log-ში ბეჭდავს პრინციპში, ესე მიწერია. ერთი სტუით გაციგია შედეგები რაც აქ, კი ბატონო, ეს არ გვჭირდება, უბრალოდ ესე აგიხსნით. პირველი ფუნქცია ABC. ხუთი აბსოლუტური მნიშვნელობა, მოდული, ეს მათემატიკური ეს არის ასე ვთქვათ, ceil, 6 რიცხვის დამგვალება მარჯვნიდან უახლოეს მთელ რიცხვამდე. მიუხედავად 10 წილადისა. მაგალითად, თუ დამგვალება გვინდა, საკმარისია 5.01-იც იყოს. ამ შემთხვევაშიც დაგვიმგვალებდა 5.02, მაინც ზევით ამგვალებს, ეს რა. ზევით აღავს, 6 რიცხვის, ამის ჯამი იქნებოდა 6, რიცხვის დამგვალება მარჯვნიდან უახლოეს მთელ რიცხვამდე. მიუხედავად 10 წილადისა, ესე ავიცურო, ასე ვთქვათ, რაც განახეთ ეგ რო ყოფილიყო, მაინც ზევით ამგვალებს. ფლორი როგორ ამგვალებს, ხო? ფლორი ამგვალებს პირიქით, ასე ვთქვათ, 5 ახ იქნება ჯამი 5 რიცხვის დამგვალება მარცხნიდან უახლეს მთელ რიცხვამდე. მიუხედავად 10 წილადის. ეს პირიქით აქედან, სულ 5 და 9 წერია, მაინც დამგვალდა 5-ად, ხო? რაუნდი. რაუნდი უკვე ჩვეულებრივი დამგვალებაა. აქ რო წერებოდა 6 და 6, უკვე 7-ად დაამგვალებდა, 6 და 4 რო წეროდა 6-ად დაამგვალებდა და ასე შემდეგ. ეს უკვე ჩვეულებრივი დამგვალებაა, არაფერი განსაკუთრებული. ეს p არის მათემატიკური, ასე ვთქვათ, წრის დიამეტრი. მაქსი, ხო? ეს არის მაქსიმუმი, ასე ვთქვათ. გადავწყვეტ რაღაცა რიცხვებს სიტყვაზე და რომელია შეიძლება მაქსიმუმი მას გვეტყვის. ეს მინიმუმი, ამ შემთხვევაში დაგვიბრუნებდა 78, ამ შემთხვევაში დაგვიბრუნებდა 1, მინიმუმს. ეს არის ახარისხება, ასე ვთქვათ. 3 გავამრავლოთ 3-ზე, გავამრავლოთ 3-ზე, ხო? რენდომი. რენდომი არის შემთხვევითი რიცხვი, რომელიც გვიბრუნებს 0-დან 1 შუალედი, 0-დან 1-მდე, ასე ვთქვათ. 1-ის ჩათვლით. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გავამრავლოთ ხოლმე და მივიღოთ უფრო დიდი რიცხვები. თუ რენდომად გვინდა უფრო დიდი რიცხვი, ასე ვთქვათ. სკრთუ რა შვება ახლა. ეს არის ფესვი, 16-დან ფესვი არის 4. ესეთი რაღაც მათემატიკური ფუნქციები აქვს, კიდე შეიძლება არის, ახლა ყველას ხوار ჩამოვწერდით, თქვენ შეგიძლიათ თუ დაგჭირდეთ საჭიროებს სამებ ნახოთ. თვითონ თქვენის დაწეროთ. ჩვენ გაგვეცილი, მოდი ამით დავასრულოთ, ეს იყო რიცხვებთან მუშაობა, კარგად წამდებოდეთ. მომავალ შეხვედრა.